ვინც ბკოლდებიან მუდმივად სულ, მათ შორის პატრიარქის მიმართ, მოსაყდრის მიმართ, ეპისკოპოსების მიმართ, ღვთლების წინამძღვრის მიმართ, სულ ბკოლდებიან ადამიანები. გასაკვირი რა არის, როცა მე ვიცნობდი ადამიანს, რომელიც ქრისტეს მიმართ დაბკოლდა, როცა სახარებას კითხულობდა. ასე რომ თუ ადამიანს აქ მიდრეკილება დაბკოლდეს, ის დაბკოლდება აუცილებლად. რატომ დაბკოლდება ადამიანი? იმიტომ რომ არ აქვს სწორება იმაზე, რაზეც უნდა გქონდეს. საკუთარი სიმართლე აქვს ორიენტირად, საკუთარი ხედვა აქვს ორიენტირად და ამიტომ ბკოლდება ადამიანი. იმიტომ რომ 8 მილიარდი კაცია და 8 მილიარდი სიმართლე არსებობს დედამიწაზე ხალხო. დღეს არსებობს 8 მილიარდი ერთმანეთისგან განსხვავებული სიმართლე. გესმით? თვით ეკლესიის წიაღშიც კი პრობლემებია. რატომ არის ჩვენ მართლმადიდებლებს გვიჭირს, ხო ხედავთ რომ ზოგი მართლმადიდებელი ერთმანეთთან ომობს, ხო, აი ომია, ხო? სქიზმები არსებობს. გესმით? რამდენი პრობლემაა მართლმადიდებელ ეკლესიაში. აღარ ვლაპარაკობ, რომ ოდესღაც ერთი მთლიანი კათოლიკე ეკლესია, ანუ საყოველთაო ეკლესია, როგორ დაიყო, ხო? იქ მონოფიზიტები, ნესტორიანერები, მე კათოლიკები გაჩნდნენ. დედა ეკლესიას წყდებიან და წყდებიან. რატომ? ყველას თავის სიმართლე აქვს და იმიტომ და ღვთის სიმართლეს არ გამოეძიებენ. აი გარი მიზეზი.